იანვრიდან საქართველოში ძვირდება აბსოლუტურად ყველანაირი პროდუქტი, ეს იციან წინასწარ და ამას ემსახურებოდა კობახიძის დღევანდელი განცხადებას, რომ როდესაც ეს მოხდება და ხალხი კიდევ უფრო დიდ გასაჭირში ჩავარდება, პირველ რიგში ეს ხელისუფლება კი არ გაგახსენდეს, რომელიც არის ყველაფერი ამ უბედურების შემოქმედი და ამ გარემოს შემქმნელი, რაც დღეს ქვეყანაშია, არამედ გაგახსენდეს ბიზნესმენები და ოი ღორი ბიზნესმენები როგორ დიდ ფასნავატებს ადებენ პროდუქციას და რამდენ ფულს აკეთებენ თურმე. ვინ არიან ეგ ბიზნესმენები და ვისი არის ეს დიდი მაღაზიების ქსელები თუნდაც. რავი, ჩემი არის Carrefour მაგალითად, ანუ ორინა ბიჯი ან ნიკორა, ვისი არის? მაგათივე არის და მაგათ თვითონ შედან წილებში თვითონ იღებენ იქიდან შავ დაფინანსებასაც შემოწირულობების სახით და ყველაფერი, ხო? ეგენი არიან ზუსტად ამ გაზრდილი ფასების შემოქმედები და ამ გაჭირვების რაც არის დღეს ქვეყანაში. ერთ მაგალითს გავიხსენებ, აგერ კონკრეტულს 2017 წელი იყო, თუ არ მეშლება ხა ერთი წელი იქით აქეთ, როდესაც ნავთო პროდუქტებზე litrზე გაზარდეს აქციზი 40-50 თეთრით. და ზოგი იმასაც სიხარულით შეხვდა, რომ აიო, რა კარგია, ვიღაცები წერდნენ, ვინც არ არიან გათვითცნობიერებული ხა ელემენტარულ ეკონომიკურ საკითხებში, რომ რა კარგია, აი 50 თეთრით მეტს გადაიხდიან ეს გაღორებული ბიზნესმენებიო. და როგორ დამთავრდა ეგ ამბავი რეალურად იცით? მეორე დღესვე, როდესაც ეგ კანონი ძალაში შევიდა, ზუსტად მაგდენით გაძვირდა საწვავი და ჩვენ ვიხდით დღემდე ჩვენი ჯიბიდან მაგ ზედმეტ 40-50 თეთრს ბიუჯეტში. აი ეგრე ხდება რეალურად, როდესაც ბიზნესს ავიწროვებ, რეალურად ისევ მოსახლეობას უძვირდება პროდუქცია. ეგრე კი არ უნდა ხდებოდეს, ბაზარი უნდა იყოს რეალურად თავისუფალი, სრულად თავისუფალი და რეალურად დაждდება ის ფასი, ბანკებშიც ის პროცენტი დაждდება, ეს რო არის, რა ქვია, გაფრენილი 25 და 30%-ზე რო არის უკვე ზუსტად და პროდუქციას ეგ ფასი დაждდება, მაგრამ არა მე ვინ გაჭამოს. ეს ყველაფერი არის ამათი გაკეთებული და რეალურად ეხა იანვრიდან რო კატასტროფა დაიწყება, უნდათ რომ ხელისუფლებას კი არ მივადგეთ, რაღაც ბიზნესს გაუპროტესტოთ რაღაცა. ის ბიზნეს თავისი ისე ყოფა პრობლემები, რომ ამ ხელისუფლებასთან არის შეზრდილი და მაგის გამოძახილია ეს ყველაფერი. ეგენი ზღირსები არიან რაღაც კუთხით ყველაფრის, რაც მაგაც წინელით, მაგრამ ჩვენ ვიჭყლიტებით ჩვეულებრივი მოქალაქეები ისევ და საბოლოო ჯამში ამ უბედურების შემოქმედი არის ხელისუფლება. და ეგ არ უნდა გაგვექცეს ეგ ფოკუსი არსად.